როდესაც შეწითლებულია ეს ნაყოფები, ყველა ნაყოფი, ამ დროს უკვე ჩვენ შეგვიძლია ეს ფოთოლი და აი ამ იარუსამდე მეორე იარუსამდე ეს ფოთლები უკვე ფაქტიურად არაფერში აღარ აჭირდება ამას. აი ეს ზედმეტი ამონაყარებით მოვაშოროთ, ხანდახან არის რომ რჩება. ეს რაში გვეხმარება? ეს დანარჩენი ფოთლები უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ესე და იარუსზე წარმოქმნილი მტევნები აწარმოოს და კვებოს და ჩვენ ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ მეტი მზე აიღოს, ნახეთ, ძიანი მტევანი უნდა ერთდროულად მომწიფდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ჩერის კრეფაში. აი ვხედავთ ახლა ამას რომ ფოთოლი არ მოგეშორებინა, ესენი შეიძლება კარგა ხანს ისე, ცოტა დიდ ხანს ისე მწვანეები ყოფილიყვნენ. ეს პირველი, მეორე ეს უკვე შესაძლებელია. ჩვენ აქ უკვე ვხედავთ რომ აი აქ უკვე ფოთოლი და მოსავალი აღარა გვაქვს და ეს აი ამ მდგომარეობაში ესე გვერდულად დაწובה და გვექნება მაგრამ სულ მზარდი ვეგეტაციაში მყოფი მცენარე. აქედან 2 მინიმუმ აღებული გვაქვს უკვე მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 მტევანი ფაქტიურად ჩამოყალიბებული აგერ ხედავთ ჩვენ. ამ შემთხვევაში ჩვენ კომპანიის სათბურში არის წარმოდგენილი კომპანია ფიტოს მიერ მოწოდებული 2 ახალი ჰიბრიდი, ეს არის ფედერე და ფერდინანდი. მომხმარებლები უკვე აღნიშნავენ ამის გემოს, სადაც მივიტანეთ და ჩავაბარეთ, ყველამ აღნიშნავ არის უგემრიელესი და მოთხოვნა საკმაოდ გაგვიზარდეთ, მაგრამ ჩვენ აქ 70 ძილი გვიდგა და ვერ დავაკმაყოფილებთ. ძალიან წვნიანია დამერწმუნეთ, ეს ძალიან ბევრი იყო შემთხვევა ტემპერატურების ცვალებადობის დროს, ბევრი ბაქტერიული დაავადება გაჩნდა პომიდორებში. და ფუჭდება ნაყოფები. Ну, რა თქმა უნდა, ცოტა მაგას აგროტექნიკური სამუშაოების განაპირობებს ბაქტერიულს, მაგრამ ასევე ჯიშის როგორც ხედავთ ძალიან გამძლეა, არანაირი დეფიციტები ფაქტიურად არ აღენიშნება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიტრატების საზომი ხელსაწყო. მოდი ნახოთ ამ გავრცელებული ხელსაწყოთი რას გვეუბნება ჩვენი ჩერი პომიდორის ნიტრატების ერთეულები, როგორც ხედავთ 300 მგ კილოგრამში არის დაშვებული. ეს არის ნორმა და ჩვენ ნახოთ ამ შემთხვევაში აგერ ხედავთ რომ არის 40 მგ კილოგრამში დარჩენილი, ანუ 300 ერთეულსა და 40 ერთეულის შორის ნახეთ საკმაოდ სუფთაა ჩვენი პომიდორი ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ პარას დაუჯერებთ. ეს არის პომიდორი ფერდინანდი, ეს წაგრძელებული ფორმის ჩერი და უბრალოდ ნახეთ ხალხო რამხელა მტევანი აქვს. აი ეს არის სულ 2 მტევანი, 1 მტევანი და მეორე მტევანი. აი ეს სამათი იყოფა და მოდის. ოდნავ უფრო საგვიანოა ვიდრე ფედერე, როგორც ხედავთ, აქ ჯერ მწიფობა კარგად არ არის დაწყებული, მაგრამ ძალიან მალე დაეწევა ეს და უბრალოდ ნახეთ ამის მსხმოია. ეს რამდენი ასხია კიდევ ეს მომავალი აი ეს პატარა ჩერი არის ასწაული პომიდორი, რასაც უყურებ ეს ფერდინანდი, ნახეთ უბრალოდ დახუნძლულია და არის ასთავარია უგემრიელესი. ეს წაგრძელებული ფორმის ჩერი პომიდორი ყოველთვის გამოირჩევა თავისი არომატებით. წეს ჩვენ კომპანიაში კიდევ 2 ახალი პომიდორის ჯიში გამოვცადეთ, როგორც ხედავთ, ძალიან შესანიშნავი შედეგები მივიღეთ და აი ამ შედეგების დასრულების შემდეგ ყველა ფერმერს მოგიყვებით ჩვენას პომიდორზე ძალიან კარგად გაუძლოს სიცხეებს, მაღალ ტემპერატურებს, მავნებელ დაავადებებს და მსხმოიარობას, მართლაც რომ ბარაქიანი აქვს. ყველას ბარაქიან მოსავალს გისურვებთ.